გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C#-ის YouTube გვერდი. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, გეტყვით, რომ გავაკეთეთ Discord-ის ჩენელი. რამოდენიმე ადამიანი უკვე გაწევრიანდა კიდეც, რავი თუ გექნებათ სურვილი links დავდებ აღწერაში. იქ ვარჩევთ რაღაც სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს. შეგიძლიათ შემოხვიდეთ თქვენს დაწეროთ, თქვენ თუ რამე გაინტერესებთ, ან რამე კონკრეტული ამოცანა თუ გაქვთ გადასაწყვეტი. შეგვიძლია ერთად გავარჩიოთ ეგ საკითხები. დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება JWT აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია. როგორ დავიცვათ ჩვენი API, რომ მხოლოდ დალოგინებულმა იუზერებმა შეძლონ მათთან წვდომა. მაგისთვის გავაკეთე ძალიან მარტივი აპლიკაცია. სულ ორი კონტროლერი გვაქვს, ერთი არის out კონტროლერი, სადაც დავლოგინდებით და მეორე არის secret კონტროლერი, სადაც უკვე მხოლოდ დალოგინების შემდეგ შეგვიძლია რომ გქონდეს წვდომა. მაქვს ასევე გამზადებული postman-ის request-ები. ანუ ეხლა თუ გავაგზავნით ამ secret-ზე, ანუ ორი secret endpoint-ი მაქვს. ერთი, რომელსაც უბრალოდ დალოგინებული იუზერი ჭირდება და მეორეს ჭირდება დალოგინებული იუზერი, ოღონდ თან admin-იც რო იყოს ეგ იუზერი. ანუ ეს არის API secret და API secret admin. ეგ ორი endpoint-ია რა. API secret-ზე ხა თუ გავუშვებ request-ს, უბრალოდ ანუ მაქვს ცნობა ჯერჯერობით რა. API secret-ზე და API secret admin-ზეც. ვიღებ ჩვეულებრივად results. ჩვენ რო დავიცვათ ახლა ეს ჩვენი ორი endpoint-ი, უნდა დავადოთ authorize atribute-ი. პირველ რიგში, ერთსაც და მეორესაც. მეორეს უნდა დავადოთ authorize atribute-ი და თან უნდა ვთქვათ, რომ ეს როლი უნდა იყოს ამისი admin-ი. გადავა restart-ებ ხა აპლიკაციას. და ვნახოთ რა მოხდება. ეხლა თუ გავუშვებ API secret-ზე calls, მეტყვის errors. იმიტომ რომ კი ეს შენ კი დაადე აქ authorize atribute-ი ამას, მაგრამ ჯერ ჩვენმა აპლიკაციამ არ იცის ეს რა ტიპის ავტორიზაცია არის და როგორი იუზერები ითვლებიან დალოგინებულ იუზერებად. მაგისთვის პროგრამ-C-ში ჯერ პირველ რიგში უნდა დავამატოთ აქ add authentication და add authorization. ვინც არის თამაშ შორის განსხვავება, authentication არის რომ ადამიანი დალოგინებული არის თუ არა პირველ რიგში და authorization ნიშნავს რომ დალოგინებულ იუზერს აქვს თუ არა უფლება მიიღოს რაღაცა რესურსზე წვდომა. მაგალითად არის თუ არა admin-ი, რომ admin-ის endpoint-თან კონდეს წვდომა. ეს არის პირველი აუცილებელი, რაც უნდა გავაკეთოთ და მეორე აქ უნდა დავამატოთ უკვე უშუალოდ აუთენტიფიკაციის სქემა, რომ უთხრათ ჩვენ აპლიკაციას, რომ ჩვენი ავტორიზაციის სქემა იქნება JWT ტოკენის მიხედვით. ეს არის build a service state authentication და აკვირუნებით რომ JWT-ები არის default authentication scheme. ეს string-ი იქნება სავარაუდოდ. ხო, ალბათ string-ი არის. და ვეუბნებით რომ add JWT-ები არის. ანუ ამით ვეუბნებით რომ ჩვენ გვინდა JWT აუთენტიფიკაციის დამატება ჩვენს აპლიკაციაში. ეს სამი value upsetting-ებიდან წამოვა, upsetting-ებში დავამატებთ ამ სექციას და ეს არის მთავარი ნაწილი, რითაც ხდება კონფიგურირება უშუალოდ. ეს არის ტოკენის ვალიდაციის პარამეტრები, ანუ როგორ გავუკეთებთ გადმოცემულ ტოკენს ჩვენ ვალიდაციას. ეს პირველი 4 პარამეტრი default-ად ისედაც true არის. და რას ნიშნავს? ანუ არის თუ არა გადმოცემული ტოკენი, ნამდვილად ის ტოკენი, რომელიც ჩვენ გავეცით. მაგას მოკლედ რო ვთქვათ, მაგას ვაკონფიგურირებთ აქ რა. შემდეგ ხა რაც უნდა გავაკეთოთ upsetting-ებში, გავაკეთოთ ეს სექცია. აი ეს სექცია. გაკეთებული მოხსნიაში უკვე. ეს არის issuer-ი, ანუ ვინ გამოსცა ეს ტოკენი, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვეცით და ჩვენი აპლიკაციის სახელი იქნება ეს. შეგვიძლია დავარქვათ რაც გვინდა და ეს არის audience-ი, ანუ ვისთვის გამოვეცით ჩვენ ეს ტოკენი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის key, რაღაც სეკრეტი. ამის მიხედვით ხდება უშუალოდ ტოკენის დაგენერირება და ეს უნდა გქონდეს შენახული აუცილებლად სადღაც ძალიან დაცულ ადგილას რა. ეს არ უნდა იყოს არც git-ზე ატვირთული, არც ესე upsetting-ებში არ არის არც upsetting-ებში არ უნდა იყოს. ყველაზე კაი ვარიანტი სადმე
Azure-ის vault-ი რო არის, აი key value წყვილებს შენახვადაც შეგიძლია რა, მოკლედ სადღაც უნდა იყოს თვალით უხილავად, ან არც ჩვენ არ უნდა შეგვიძლოს ამის დანახვა რა, ისე უნდა იყოს. და ხო, ეს property-ები მოგვაქვს აქ, აი ესენი აქედან მოდის, JWT 2 key ნიშნავს, რომ upsetting-ების JWT სექციის key property აიღე და ამის შემდეგ უკვე თუ თავიდან გავუშვებთ აპლიკაციას, ჩვენ აპლიკაციას უკვე ეცოდინება თუ რა სქემით ხდება ავტორიზაცია და როცა აქ გავუშვებ sends, უკვე დააბრუნებს 401-ს კოდს, ანუ ჩვენ არა ვართ ავტორიზირებული. და ეს სწორად მუშაობს პრინციპში. ეხლა ჩვენ რო დავლოგინეთ, ამისთვის მაქვს auto-controller-ი და მაქვს შექმნილი ასევე user service-ი. რას აკეთებს ახლა user service-ი? აქ რაღაც ორი user-ი მაქვს შექმნილი. ერთი admin-ი არის, ერთი user-ი. user-ის username-ი არის user-ი და user 123 და admin-ის username-ი არის admin და paroli admin 123. და is admin უდრის true-ა. აქვს აქ დაწერილი. ორი მეთოდია სულ აქ, get user, რომ კონკრეტული user-ი მოვუძებნო გადმოცემული username-ი და paroli-ით და მეორე get users, რომელიც ყველა user-ს აბრუნებს უბრალოდ. ეხლა ჩვენ შევიდეთ auto-controller-ში და დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ user უდრის user service get user. და თუ ეს user-ი ნალია, მაშინ დავაბრუნოთ unauthorized-ი. კი ბატონო, invalid username and password. ხოლო თუ user-ი მოიძებნა, უნდა დავაგენერიროთ ტოკენი ამ user-ისთვის და დავაბრუნოთ ეს ტოკენი უკან. მაგისთვის დაგვჭირდება ეხლა ჩვენ ერთი სერვისი, JWT service დავარქვათ. და გვინდა ერთი მეთოდი, რომელიც ამას არ დავწერ, უბრალოდ snippet-ად მაქვს შენახული. აი ეს ნაწილი გვჭირდება. Generate token. ეს უბრალოდ ახლა კოდი არის, შეგიძლიათ თქვენთაც გაარჩიოთ რა რას აკეთებს, მაგრამ თავარი მომენტი არის ეს claim-ები. და აქ ანუ JWT tokens რო დავაგენერირებთ, მე განახებთ როგორ ჩავიხედოთ ტოკენში და ვნახოთ რა ინფორმაცია არის შიგნით ჩაკრიპტული რა. და მოდი ამ ნაწილს მე დავუბრუნდები. სიოს admin. მთავარი ნაწილი აქ ის არის, რომ ვაგენერირებთ ტოკენს კონკრეტული user-ისთვის. და ვეუბნებით, რომ აქ lifetime-საც აქაც უნიჭებთ რა, expires 1 საათში, ანუ 1 საათში ამ ტოკენს გადის ვადა. და შემდეგ უბრალოდ string-ად ვაბრუნებთ ამ ტოკენს. ეხლა ეს სერვისი, JWT სერვისი პირველ რიგში დავარეგისტრიროთ ჩვენ DI container-ში builder services add scoped JWT service. და ეს უკვე შეგვიძლია მოვითხოთ აი აქ. შევინახოთ slide-ში. და ტოკენი უდრის JWT service generate token user. ანუ აქ user-ი მოვუძებნეთ და შემდეგ JWT service-ը ვიძახებთ ამ generate token ფუნქციას და გადავცემთ ჩვენს users. და ეს დაგვიბრუნებს ტოკენს და ამ ტოკენს ჩვენ უბრალოდ დავაბრუნებთ უკან. გავუშვათ ახლა ჩვენი აპლიკაცია. და ვეცადოთ დალოგინება. Outlogin is user-ი იყო. აი ხა ჩვეულებრივი user-ით ლოგინდებით ჯერ. დააბრუნა ტოკენი. ავიღოთ ახლა ჩვენ ეს ტოკენი და JWT MS შევიდეთ. JWT MS-ი ან JWT IO არის ეგეთი საიტი, სადაც შეგიძლია შენი BRR ტოკენი ჩაწერო და გეუბნება რა ინფორმაცია არის შიგნით ჩაკრიპტული რა. ეხლა ჩავწერე მე ეს ტოკენი აქ. და გვეუბნება, რომ ეს არის ძირითადი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია არის ახლა ამ ტოკენში ჩაწერილი, რომ name user, ეს არის username-ი ანუ აქ გადაწოდებული username-ი, user-ი
და expires არის როდის გადის ვადა. ეს როგორც ვიცი ტიკებში არის, daytime ტიკებში. ეს შეგვიძლია გადავაკონვერტიროთ. ეხლა რაღაც საიტი არსებობს. გადავაკონვერტიროთ რეალურ დროში და სავარაუდოდ იქნება აქედან 1 საათის განმავლობაში რა. და ეს არის issuer და audience. ეს არის ჩვენი ტოკენი. ეხლა ამ ტოკენს ჩვენ თუ გადავცემთ, ანუ სეკრეტზე ჯერჯერობით კიდევ არ გვაქვს ცდომა. ჩვენ ეხლა უნდა ამ secret endpoints გავაყოლოთ ჩვენი ტოკენი. ამისთვის header-ებში გადავდივართ და authorization header-ში value ვატანთ bearer უნდა კონდეს წინ აუცილებლად და მეორე ჩვენი ტოკენი. ჩვენი ტოკენი, რომელიც არის აი ეს. როგორც ხედავთ, როცა გადავეცით authorization header-ი და ჩვენი ტოკენი ჩაუწერეთ შიგნით, დააბრუნა ეს რაღაც secret ტექსტი. ამას თუ გავუთიშავთ, response-ი რა თქმა უნდა არ დაბრუნდება. ეხლა ვნახოთ admin endpoint-ზე თუ გაგვიშვებს ამ ტოკენით. არ გვიშვებს 403-ს გვეუბნება, იმიტომ რომ ეს კი ტოკენი ვალიდური არის, მაგრამ ამ endpoint-ზე რო ცდომა გქონდეს, ჩვენ ასევე admin-იც უნდა ვიყოთ. ანუ ამ ტოკენში უნდა იყოს ჩაწერილი ისეთი claim-ი, რომელიც ჩვენ აპლიკაციას ეტყვის, რომ ეს ტოკენი ვალიდურია და თან admin-ის claim-იც აქვს. და მაგის ეგ ლოგიკა იწერება generate ტოკენის დროს. და აი ეს არის ეგ ნაწილი, რომ თუ user-ი admin-ია, მაშინ claim-ებში ჩაუწერე, რომ როლი აქვს ამას admin-ი. ეხლა აი ეს არის claim-ები. აი ეს რაც გაჩვენებთ, ეს არის claim-ები. და ჩვენ ეხლა შევეცადოთ დავლოგინდეთ მეორე admin user-ით. admin 1 2 3 და ეხლა ჩავხედოთ რა ხდება ამ ტოკენში. ამ ტოკენში როგორც ხედავთ, უკვე აი ერთი claim-ი დაემატა ზედმეტით, რომელიც არის role claim-ი და ამ role claim-ში ჩაწერილი არის admin-ი. რა საიდან დაემატა ახლა ეს claim-ი? აქ თუ შევხედავ ჩვენ generate ტოკენის ლოგიკაში, if-ი წერია, რომ თუ user-ი admin-ია, მაშინ claim-ებში კიდე ჩაუწერე აი ესეთი claim-ი. და უკვე ეს claim-ი ჩვენს აპლიკაციას ეტყვის, რომ აი როცა აქ შევეცდებით, რომ ამ ტოკენით მივწვდეთ, რომ ანუ აქ ეუბნება, რომ გადმოცემულ ტოკენში უნდა იყოს ისეთი claim-ი, რომელსაც სახელად აქვს როლი და value არის admin-ი. ანუ ამ შემთხვევაში აი ეს claim-ი უნდა გქონდეს ჩვენ ტოკენს. ნახოთ აბა ეს ტოკენი ავიღოთ, გადავიდეთ აქ და ჩავუწეროთ ახალი ტოკენი, რომელიც უკვე admin-ის მხრიდან არის დაგენერირებული. და როგორც ხედავთ, გაგვიშვა და დაგვიბრუნა ტექსტი. მოკლედ, ეს არის მარტივი მაგალითი, ძალიან როგორ ხდება და ძალიან მარტივად ხდება, როგორც შეხედეთ. JWT აუთენტიფიკაცია და ამ შემთხვევაში აუთენტიფიკაციაც გვაქვს აპლიკაციაში და ავტორიზაციაც. გულისხმობ იმას, რომ დალოგინებული user-ს შეუძლია მიწვდეს რაღაც ერთ endpoints, მაგრამ თუ დალოგინებული user-ს და დათანა admin-ს შეუძლია მიწვდეს უფრო დაცულ endpoints, რა ესე რო ვთქვათ. მადლობა ყურადღებისთვის, თუ დაგეხმარათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. კარგად.